მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და დღეს მე მინდა შემოგთავაზოთ თქვენ საჯარო გაშლა თემაზე, რა გელით ახლო მომავალში. ან კვირის ენერგიები. და მოდით ვნახოთ აბა რა გელოდებათ 7 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში და მოდით ახლა დავარიგებ ვარიანტებს და ვნახოთ რა გელით 7 აპრილიდან 14 აპრილამდე რა ელის პირველ ვარიანტს, რა ელის მეორე ვარიანტს. ორ ვარიანტიანი გვაქვს დღეს გაშლა და პირველი ვარიანტი მეგობრებო მოდით იყოს ასეთი ქვა, მეორე ვარიანტი კი იყოს ასეთი ქვა. არჩიეთ რომელიც უფრო მეტად გიზიდავთ, თუ გჭირდებათ რა თქმა უნდა დააპაუზეთ. არჩიეთ მეგობრებო. და ვფიქრობ უკვე გააკეთებდით არჩევანს, ვინც არა ისინი ვაპაუზებთ და დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. რა ელის პირველ ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში. და სიგნიფიკატორ თავარ კვირის ენერგიად, წამყვან არკანად, ასე ვთქვათ, ამოვიდა არკანი მთვარე. იცით, მთვარე არის ჩვენი შიშები, ჩვენი ქვეცნობიერი, ჩვენი ინტუიცია, ჩვენი მაგიური მე, სხვათა შორის და ასევე არის ჩვენი ბნელი მხარე. ბოლო საჯარო გაშლებში ზუსტად ამ საკითხზე ვსაუბრობდი, რომ ბნელი არ ნიშნავს ცუდს ან ბოროტს, ბნელი ნიშნავს რაღაც ფარულს, რაც ჩვენ ვუარყავით სოციუმის გამო, ადაპტაციის გამო შესაძლოა, ან მცდარი შეხედულებების გამო, ხო? და პირველ რიგში პირველი ვარიანტი თქვენში ამ ერთი კვირის განმავლობაში იქნება გამძლავრებული მაქსიმალურად თქვენი ფემინური ენერგიები, რომს თქვენ მამაკაცი იყოთ. დიახ, ვინც არის ის ორივე სქესს აქვს ორივე სქესის ენერგია და თითქოს ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ გინდათ არ გინდათ მოგიწევთ თქვენს ქვეცნობიერთან შეხვედრა, თქვენს ქვეცნობიერთან მოლაპარაკება, რაღაც გარკვეული დასკვნების გაკეთება. გარდა ამისა, აქ ინტუიცია გექნება ძალიან გამძლავრებული და შეხედეთ უბრალოდ არკანის სიუჟეტს, ქალი დგას სარკესთან და საკუთარ თავს ელაპარაკება. აქ თქვენი ცნობიერი ესაუბრება თქვენს ცნობიერს, თქვენს არაცნობიერს, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. და პირველ რიგში აქ ძალიან დიდი შანსია ამ ერთი კვირის განმავლობაში ამოტივტივდეს რაღაც თქვენი ძველი დარდები, ნოსტალგიური ემოციები, წუხილი, შიშები სხვათა შორის, რაღაც ნეგატიური პროგრამები და მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა ამ ყოველივეს ღირსეულად შეხვდეთ და ღირსეულად გადაიტანოთ, ხო? და როგორ უნდა გააკეთოთ ეს? პირველ რიგში უნდა მოусმინოთ ამ ყველაფერს, მოусმინოთ ამ შეგრძნებებს და რა თქმა უნდა ის რაც მე გითხარით უკვე, ეს არ ნიშნავს ავტომატურად იმას, რომ კვირა იქნება ნეგატიური, ცუდი და ასე შემდეგ, საერთოდ არა თქვენ წარმოიდგინეთ, პირიქითაც კი შეიძლება იყოს, უბრალოდ აქ თითქოს კონცენტრაცია უნდა გქონდეთ საკუთარი თავის შესწავლაზე და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აქ ის, რომ იყოთ საკუთარ თავთან მაქსიმალურად გულწრფელი. არ მოიტყუოთ საკუთარი თავი და უამყოფებთ საკუთარ თავს ილუზიებში. იყავით საკუთარ თავთან, საკუთარ მესთან მაქსიმალურად გულწრფელი და გულახთილი. პირველი ვარიანტი. ხვდებით ხომ? ასევე ამ ერთი კვირის განმავლობაში მაქსიმალურად მიაყავდენით თქვენს ინტუიციას, იმიტომ რომ ინტუიცია გექნებათ გამძლავრებული. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელის პირველ ვარიანტს 7 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით. ვნახოთ აბა. არკანი თასების ოთხიანი, არკანი იმპერატორი ქალი, არკანი ძალა, არკანი ხმლების 7-იანი, არკანი კვერთხების 4-იანი. პირველ რიგში მეგობრებო, აქ ნამდვილად შესაძლებელია, იცით, საჯარო გაშლები ყველასთან ძალიან ინდივიდუალური ინტენსიურობით რეზონირდება უკაცრავად,
მაგრამ აქ აშკარად ჩანს, რომ ძალიან ბევრი თქვენგანი შესაძლოა იყოს ამ ერთი კვირის განმავლობაში რაღაც აპათიურ მდგომარეობაში, აპათიურ ხასიათებში და იმპერატორი ქალი მეტყველებს იმის შესახებ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ამ ერთი კვირის განმავლობაში ყოველი თქვენი ქმედება იქნება ძალიან ნაყოფიერი. და სხვათა შორის, აქ ძალიან ბევრი თქვენგანი უკვე ხართ ამ აპათიურ მდგომარეობაში და აქ იცით როგორი მოვლენები იქნება. განა იქნებით ასეთ რაღაც მდგომარეობაში, თასების 4-იანის მდგომარეობაში. არა, არამედ იქნება პროცესი ამ მდგომარეობიდან გამოსვლისა. და მნიშვნელოვანი იქნება აქ ასეთი რამ, რომ არ დაელოდოთ, უბრალოდ ნუ დაელოდებით ნუ რაფერს. ნუ დაელოდებით, თქვენი თიმოქმედეთ, მოდით ასე ვიტყვი. და ასევე შეხედეთ სარკე, ფანჯარა, ყველაფერი მეტყველებს რაღაც გარკვეული პორტალების შესახებ, ხო? გადატანითი მნიშვნელობით გულისხმობ და აქ თქვენ თითქოს ერთი ენერგიიდან მეორეში გადადიხართ და შეხედეთ იმპერატორი ქალი, თუ არა იმპერატორი ქალი და არკანი ძალა მოგდევს შემდგომ, მეტყველებს იმის შესახებ, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენი ინტუიციის, თქვენი წინადგრძნობების, თქვენი შეგრძნებების მოსმენა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს, იმიტომ რომ აქ თქვენში გამოღვიძებული იქნება არა უბრალოდ თქვენი რაღაც ფემინური ენერგიები და ინტუიცია, არა მხოლოდ ნაყოფიერობა, არამედ თქვენი შინაგანი ძალა, თქვენი შინაგანი პოტენციალი. თითქოს მოგიწევთ, რომ რაღაცეებისგან თავი შეიკავოთ სადღაც, გაავარჯიშოთ თქვენი თვითდისციპლინა. სხვათა შორის იქნება პროვოკაციები წარსულიდან, ძალიან დიდი შანსია იყოს რაღაც გარკვეული პროვოკაციები წარსულიდან, წარსული ადამიანებიდან და შეხედეთ აქ თითქოს თქვენ ამ ერთი კვირის განმავლობაში მოიშორებთ ან აღმოაჩენთ კონკრეტულ ენერგეტიკულ ქურდს. თქვენს რეალობაში აშკარად არის კონკრეტული პიროვნება, ზოგი თქვენგანის შემთხვევაში რეზონირდება ისე, რომ თქვენ იცით ამ ადამიანის შესახებ და ხვდებით, რომ შეიძლება გბაძავდეთ ან რაღაცას იპარავდეს, თუნდაც თქვენს დროს, ენერგიას და იყოს ენერგო ვამპირი ან ენერგო ქურდი. მაგრამ ბევრი თქვენგანის შემთხვევაში აქ ისეც რეზონირდება, რომ აქ არსებობს ასეთი პიროვნება, კი ბატონო, შესაძლოა არაერთიც თქვენ წარმოიდგინეთ და ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ არ იცით ამ ადამიანის შესახებ, მაგრამ გამოამჟღავნებს საკუთარ თავს. ვინც იცით პიროვნების შესახებ, აქ იქნება ამ სიტუაციისთვის რაღაც გარკვეული ახალი წერტილის დასმა, ამ ადამიანისგან თავის დაცვა, თავის დაღწევა, თითქოს არა უბრალოდ ისწავლით, რომ დაიცვათ თქვენი პირადი საზღვრები ამ ადამიანთან, არამედ თითქოს ამ ადამიანის მხრიდანაც იქნება რაღაც გარკვეული ან წამოწდენა, ან რაღაც მსგავსი. მოკლედ აქ იქნება რაღაც გარკვეული შოუები თქვენს ენერგეტიკულ ქურდთან ან ქურდებთან, იმიტომ რომ აშკარად ხან წამოწდებათ, ხან რაღაც ისეთი მომენტები იქნება, რომ აი შემთხვევით გამოამჟღავნებს ადამიანის საკუთარ რეალურ განზრახვებს, შესაძლოა საკუთარი შური, საკუთარი რაღაც ნეგატივი გამოამჟღავნოს რაღაც ისეთი სიტყვებით, ხო? გაუაზრებლად ან ემოციურ ფონზე. მაგრამ თქვენთვის არის აქ მნიშვნელოვანი, რომ იყოთ თავშეკავებული, არ გასცეთ თქვენი ენერგია მათთვის, ვინც ამას არ იმსახურებს და რაც შეეხება კვირის ტარო პროგნოზს, როგორც უკვე გითხარით, აქ იქნება თქვენი ინტუიციის გამძლავრება და რაშიც ჩადებთ ენერგიებს, ზუსტად ის იქნება ნაყოფიერი თქვენთვის. ზუსტად ის და თქვენ გინდათ არ გინდათ, მოგიწევთ და უნდა გააკეთოთ კიდევაც ის, რომ შეისწავლოთ საკუთარი თავი, შეისწავლოთ საკუთარი ქვეცნობიერი, დაელაპარაკოთ საკუთარ თავს, ჩამოწეროთ რაღაცეები საკუთარ თავზე. ეგრეთ წოდებული shadow work-ი გააკეთოთ მაგალითად, ხო, თვითთერაპიები. ფსიქოლოგია, ტაროლოგია, ასტროლოგია, თუნდაც აი ეს ყველაფერი, რაც კავშირში შეიძლება იყოს საკუთარი თავის შეცნობასთან, განსაკუთრებით ფსიქოლოგია და თუნდაც ტაროლოგია, ხო, რატომაც არა, იმიტომ რომ კოლექტიური ქვეცნობიერიდან მოდის ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში. ეს ყველაფერი თქვენ ხელს შეგიწყობთ და აქ თქვენ მოგიწევთ, რომ თქვენს ჩრდილს, თქვენს ბნელმეს არა უბრალოდ შეხვდეთ, არამედ ხელი ჩამოართვათ, გაიცნოთ და შეუთანხმდეთ. და თქვენს რეალობაში შემოდის ახალი სიმყარე, მეტი დაცულობა და უფრო როგორ გითხრათ, უფრო სიმყარე, უფრო მეტი სიმყარე თქვენს პოზიციაში. ხვდებით ხო? სულ ეს არის პირველი ვარიანტი. უღრმესი მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს და გადავიდეთ ახლა ჩვენ, მოდით მეორე ვარიანტზე. ვნახოთ აბა.
მეორე ვარიანტი თქვენ რა გელით ამ ერთი კვირის განმავლობაში აქ კი ჩვენთან ამოვიდა კვერთხების რაინდი, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. ნუ პირველ რიგში თქვენთვის ეს ერთი კვირა იქნება ახსავსე ახალი იდეებით, ახალი ინიციატივებით. პირველი ვარიანტის შემთხვევაში თუ იყო უფრო მეტად ფემინურობა, ინტუიცია, აქ უფრო ცოტა მასკულინურ ენერგიას, უფრო მზეს ვკითხულობ, უფრო ცეცხლოვან ენერგიებს ვკითხულობ. და პირველ რიგში ამ ერთი კვირის განმავლობაში ძალიან საინტერესო იდეები მოგივათ, მეგობრებო. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენთვის მეორე ვარიანტი მოძრაობა, როგორც პირდაპირ ასევე გადატანითი ნიშნულობით შეძლების დაგვარად იცეკვეთ, ივარჯიშეთ, იმოძრავეთ. გადატანითი ნიშნულობით თუ ვიტყვით კი, წინსვლის პერიოდი არის აქ, ხო? უფრო ემოციური წინსვლა, რაღაცეების გადალახვა, სხვათა შორის გაღიზიანების კუთხით შეიძლება იყოს რაღაც გარკვეული პროვოკაციები და ასევე თქვენ საკუთარ თავში იგრძნობთ გარკვეულ ყურადღებას, მეგობრებო. იგრძნობთ, რომ ადამიანებს სჭირდებით, ადამიანებს აინტერესებთ, ადამიანებს უნდათ თქვენთან. რაღაც ასეთი შეგრძნებები მოდის და მოდით დავამატოთ ახლა არკანები და ვნახოთ რა ელის მეორე ვარიანტს 7 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით. ნახოთ აბა რა გელით, მეგობრებო. არკანი სამყარო, არკანი კვერთხების ხუთიანი, არკანი ხმლების დედოფალი, არკანი თასების 6-იანი. აქ ხედავ ასეთ სიუჟეტს, რომ პირველ რიგში ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო კვერთხების რაინდებო. აქ იქნება ინიციატივები, როგორც ნაცნობებისგან და თუ თქვენ მაგალითად კლიენტებზე მუშაობთ ან რაღაც მსგავსი კლიენტურისგან შეიძლება იყოს ბევრი ინიციატივები, ხო? იმიტომ რომ აქ თქვენს რეალობაში შემოდის მეტი შრომა, მეტი ენერგია ამ შრომისთვის, მეტი შრომის მოყვარეობა და შეხედეთ არკანი სამყარო მეტყველებს იმის შესახებ, რომ აქ თითქოს რაღაც დასრულებული ურთიერთობები წამოვლენ თქვენსკენ რაღაც პატარ-პატარა ნაბიჯებით და დასრულებულ ურთიერთობებში იცით რას გულისხმობ, მაგალითად ეს შეიძლება იყვნენ ყოფილი პარტნიორები, ყოფილი მეგობრები. მაგრამ აი თითქოს თქვენ უკვე დასრულებული გაქვთ ამ ადამიანებთან ციკლი დასრულებული გაქვთ ამ ადამიანებთან გაკვეთილები, რაც კი უნდა გესწავლათ და აქ იქნება რაღაც გარკვეული თქვენი გადამოწმებები, რომ აი რამდენად კარგად ისწავლეთ, რამდენად ისწავლეთ ამ ადამიანებთან მოქცევა რეალურად და სხვათა შორის აქ შეიძლება კონკრეტული ადამიანი ან ადამიანები წამოვიდნენ თქვენთან პრეტენზიებით, რომ აი რას ქვია, შენ ჩემ გარეში კარგად ხარ, ან ჩემ გარეში სიცოცხლის რანაირად აგრძელებ, როგორ ბედავ, აი რაღაც ასეთი მომენტები ჩანს აქ აშკარად. რაღაც ასეთი პრეტენზიები რომ იქნება. და გარდა ამისა, აქ მე ვხედავ, იცით როგორ სიუჟეტს კონფლიქტებზეც დიდი შანსია იყოს პროვოკაციები, მაგრამ თქვენ ამ კონფლიქტებს უნდა შეხვდეთ როგორც ხმლების დედოფალი. რაციონალურად და დედოფლურად. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ მამაკაცი ხართ თუ ქალბატონი, უნდა შეხვდეთ ამას ძალიან ღირსეულად და პირველ რიგში არ უნდა აყვეთ რაღაც შიშებს, რაღაც ნეგატივს, ხო? არამედ ღირსეული პასუხი უნდა გასცეთ. არც ადამიანის დონემდე უნდა დაეშვათ, მაგრამ ამავდროულად არც პირადი საზღვრების დარღვევის უფლება არ უნდა მისცეთ. ხანდახან ყველაზე კარგი პასუხი იგნორი არის, ესეც გაითვალისწინეთ, მეგობრებო. ყოველთვის არა, მაგრამ ხანდახან. და თასების 6-იანი მეტყველებს იმის შესახებ, რომ აქ თქვენშიც იქნება რაღაც გარკვეული ნოსტალგიისკენ მიდრეკილებები, თითქოს იქნება რაღაც ისეთი სურვილი, რომ კონკრეტულ ადამიანს მიწეროთ, დაურეკოთ და თქვენთან მიმართებაშიც იქნება ასეთი სურვილები ადამიანებისგან და ზუსტად ამიტომაც გითხარით, რომ წარსულიდან აქ მოჩანს რაინდები. დავამატოთ კიდევ არკანები და ვნახოთ რა ელის მეორე ვარიანტს. 7 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით, ვნახოთ აბა. რა გელით? პენტაკლების 6-იანი, შეხედეთ თასების 6-იანი და პენტაკლების 6-იანი. თასების 6-იანი თუ მეტყველებს ნოსტალგიურ განწყობაზე, ინიციატივებზე წარსულიდან და ასე შემდეგ, წარსული ადამიანების გახსენებაზე. პენტაკლების 6-იანი მეტყველებს თქვენი რესურსების, თქვენი ენერგიის სწორ განაწილებაზე. აბსოლუტურად ყველაფერი ჩვენს რეალობაში არის ენერგია. მათ შორის ენერგია არის
თქვენი დრო, თქვენი ფინანსები, თქვენი ყურადღება, თქვენი ფიქრი, თქვენი ემოციები, ხო? და ამ ერთი კვირის განმავლობაში იქნება სამყაროსგან გადამოწმება თუ რამდენად ისწავლეთ თქვენი ენერგიების სწორი განაწილება, რამდენად მოდი ჯარგონს გამოვიყენებ და დაამუღამეთ, რა მჭირს დღეს დიქციაზე. რამდენად დაამუღამეთ, ვინ რას იმსახურებს თქვენგან, ხო? და თუ სამყარო გადაწყვეტს აქ, რომ თქვენ რაღაც ვერ ისწავლეთ, აქ იქნება უფრო მძლავრი პროვოკაციები და გინდათ არ გინდათ სამყარო გასწავლით და გაჩვენებთ იმას, რომ აი, იცი შენ ამას არ აკეთებდი აქამდე სწორად. შენ ეს უნდა შეცვალო აუცილებლად თუ არა და წრეზე დატრიალდება ყველაფერი ისევო. აი რაღაც ასეთი მომენტები იქნება. სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ყველას უღრმესი მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს. მე თქვენ გისურვებთ ბედნიერ, ნაყოფიერ კვირას და წარმატებები.